რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 7-ჯერ შემცირდა. ამის შესახებ სააგენტო ინტერფაქსის საქართველოს სტატისტიკის სამსახურის მონაცემებზე დაყრდნობით იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით საქართველოდან რუსეთში იანვარსა და თებერვალში მხოლოდ 1,72,000 ბოთლი ღვინის ექსპორტი განხორციელდა. რა რუბლის კურსის უკავშირდება თუ არა რუბლის კურსის ვარდნას, ნუ კი ბაღდავაძე უფრო დეტალურად გაგვაცნობს ამ მონაცემებს, ნუ კი მოგესალმებით დილო მშვიდობის. როგორც იცით, ბოლო წლები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ქართული ღვინის ისტორიაში. 2014 წელს მსოფლიოს 46 ქვეყანაში ღვინის ექსპორტმა თითქმის 60 მილიონი ბოთლი შეადგინა, რაც 26%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ამ პერიოდში სულ ექსპორტირებული იყო 47 მილიონი ბოთლი ღვინო. 2013 წელს რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შემდეგ ქართული ღვინის რეალიზაციამ 7 წლიანი პაუზის შემდეგ ყველა პროგნოზ გადააჭარბა და 2014 წელს ბოლო 20 წლის მაქსიმუმს მიაღწია. ზოგადად რეგიონში არსებული სიტუაცია, ეს ეკონომიკური სირთულეები, რომელიც არის რუსეთშიც, უკრაინაშიც, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ პოლიტიკურ სამხედრო პრობლემები რეალურად, თვითონ იმ ქვეყნებში გამოიწვია ღვინის ჩვენი სეგმენტში მყოფი ღვინოების ზოგადად მოხმარების შემცირებამ. არა მხოლოდ ქართული ღვინოების იმპორტია შემცირებული არ ქვეყნებში, არამედ ზოგადად ფრანგულიც, იტალიურიც, ესპანურიც და აბსოლუტურად უყველა. ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების პირველ ხუთეულში შედიან რუსეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი და პოლონეთი, სადაც რუსეთის ექსპორტის მთლიან მოცულობაში 63%-ით ლიდერობს. ღვინის ექსპორტმა რუსეთში 2014 წელს 38 მილიონი ბოთლი შეადგინა. თუმცა 2015 წლის დასაწყისში ნათელი გახდა, რომ რუსეთში არსებული კრიზისი ქართულ ღვინის მწარმოებლებს გვერდს ვერ აუვლიდა. ჩვენ ორმაგად რთულ მდგომარეობაში ვართ. გვაქვს შემცირებული გამეფები რუსეთიდან, გვაქვს ძვირად შექმნილი ღვინო მასალები და ვერ ვზდით გასაყიდ საექსპორტო ფაზს. ეს ამ კომპონენტების ერთობლიობა ჩვენ და დარგს აქცევს რთულ მდგომარეობაში. ასეთი სტატისტიკის ფონზე მეღვინეები ამბობენ, რომ საჭიროა რუსეთის ბაზარს ნაკლები ყურადღება დაეთმოს და საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება მოხდეს. ქართულმა ღვინომ ევროპისა და აზიის ქვეყნებში უნდა დაიმკვიდროს ადგილი. ჩინეთი და იაპონიაში არის საკმაოდ დიდი ზრდა, რასაც აზიის ბაზრები ძალიან იზრდებიან ჩვენი ექსპორტისთვის. სადაც დაახლოებით 80%-იანი ზრდა არის ჩინეთში და 40%-იანი იაპონიაში. ეს მაინც სტაბილური ეკონომიკის ქვეყნებია და გასული სტაბილური სიტუაცია და თან გვხვდება ახლა ჩვენ ქართული ღვინის სახელი და დიდი მოთხოვნა არის ამის და შესაბამისად იზრდება ეს ექსპორტი. საექსპორტო ქვეყნების ათეულშია ჩინეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი და გერმანია. საერთო საექსპორტო თანხამ 185 მილიონ დოლარს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ რუსული ბაზარი გარკვეულ რისკს უკავშირდება, მეღვინეები ცდილობენ, რომ თანდათან ნაკლებად გახდნენ ამ ბაზარზე დამოკიდებული. როგორც ამბობენ, რაც რუსეთში ხდება, ეს მათთვის გამაჯანსაღებელი პროცესია და მეღვინეებს ახალი საექსპორტო ბაზრების მოძიებისკენ უბიძგებს.